ეროვნულ საქმეში ეტალონს მხარში უდგას სადაზღვევო პროგრამა ჩემები. ჩემების სკოლა. ფრიადი ჯანმრთელობაში. ეროვნულ საქმეში ეტალონის მხარდამჭერია საქართველოს ტელეკომი 8-10. მოგესალმებით, ეთერშია ეტალონი, ტელეიმედის და ჟურნალ რეიტინგის ერთობლივი პროექტი. ეტალონი 2006-2007 სასწავლო წლის განმავლობაში ყოველ შაბათს ზუსტად 6 საათზე გავა ეთერში და უამრავ შრომის მოყვარე ახალგაზრდას კვლავ და კვლავ გაუკვალავს წარმატებისკენ მიმავალ გზას. ჩვენი პარტნიორი, ამასთან ერთგული პარტნიორი ისევ თბილისის მერია და საკრებულოა. თბილისის მერის გიგი უგულავას გადაწყვეტილებით გამარჯვებული ეტალონელი და მისი კლასის დამრიგებელი 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად 50 ლარის ნაცვლად გაორმაგებულ თითოეული 100 ლარის ოდენობით სტიპენდიას მიიღებს. ახლა კი მთავარი ეტალონი ყველაზე ეროვნული მედია პროექტია, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება. მე ამ პროექტის ავტორი და გადაცემის წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გახლავართ. დღევანდელი გადაცემის ექსპერტთა ჯგუფის წევრები კი არიან 43 საჯარო სკოლის დირექტორი ქალბატონი შორენა აბესაძე, ამავე სკოლის პედაგოგი ქალბატონი ნინო აბულაძე და ამავე სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე სალომე გორგოშიძე. ახლა კი ჩვენ კონკურსანტებს მივესალმები და თითოეულ მათგანს წარმოგიდგენთ. გამარჯობა. ეტალონში ვარ პირველად, ძალიან დიდი ხანი ვოცნებობდი აქ მონაწილეობაზე და როცა ეს მომენტი დადგა, ცოტას ნერვიულობ. იმედი მაქვს ღმერთი დამეხმარება და კარგად ვითამაშებ. მოგესალმებით, მიხარია რომ ეტალონში ვიღებ მონაწილეობას, იმედი მაქვს გამიმართლებს, დანარჩენ მონაწილეებსაც ვუსურვებ წარმატებას. ეტალონში მონაწილეობა ცოდნის კუპონებთან ერთად უკვე რა თქმა უნდა ეს იცით, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ SMS-ებითაც შეგიძლიათ. ამისათვის სწორ პასუხებთან ერთად თქვენ შესახებ ინფორმაცია უნდა გამოაგზავნოთ სპეციალურად ეტალონისთვის შერჩეულ ნომერზე 1565-ზე. თუ როგორ უნდა მოახერხოთ, ეს იხილეთ მხოლოდ ჟურნალ რეიტინგში. მოგესალმებით, ეტალონში ვარ მეორედ, პირველად არ გამიმართლა და იმედია დღეს გავიმარჯვებ. ეტალონში ვარ პირველად, იმედი მაქვს რომ გავიმარჯვებ ყველა მონაწილეს ვსურვებ წარმატებას. ეტალონში მონაწილეობა და ჩვენი პროექტის გადაცემის ყურება თითოეული სკოლის, თითოეული მოსწავლისათვის აუცილებელია. ჩვენ გადაცემებში დაიწყო უმაღლეს სასწავლებელში შემსვლელი აბიტურიენტებისთვის უნარჩვევებზე დაყრდნობილი აგებული კითხვებისთვის დიდი ადგილის დათმობა. მოგესალმებით, დიდი ხანია ვოცნებობ გადაცემა ეტალონში მონაწილეობაზე, ღვთისმსმენით გამიმართლა და იმედია დღესაც გამიმართლებს. მოგესალმებით, ძალიან მიხარია რომ ამ პროექტში მონაწილეობ და იმედია ღვთისწყალობით გავიმარჯვებ. ყველაზე ეროვნულ მედია პროექტში 2006-2007 სასწავლო წელი ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მეგობრობის წლად გამოცხადდა. ეტალონი საქართველოში გამოგონებული და დაპატენტებული პროექტია. პირადად მე და ახლა უკვე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლებიც დარწმუნებული ვართ, რომ ეტალონი სხვა ქვეყნებშიც გაამართლებს. მოგესალმებით ყველას, ეტალონში ვარ პირველად, იმედია მივაღწევ წარმატებას. მოგესალმებით, ძალიან მინდოდა ეტალონში მოხვედრა, გამიმართლა და იმედია დღეს თამაშიც გამიმართლებს. დღევანდელი გადაცემიდან ეტალონში ჩართვას, ამ გადაცემაში ჩართვას, გადაცემის მონაწილეთა თანხლები პირებით შეძლებენ. თუ როგორ მოახერხებენ ისინი ამას, გადაცემის ბოლოს იხილავთ. და გახსოვდეთ, ასეთი სულ 4 გადაცემა გვექნება. მოგესალმებით, დიდი სურვილი მქონდა მომხდარიყო ამ რეჟისერის პროექტში, ბედმა გამიღიმა და მოვხდი. წარმატებებს ვსურვებ ყველა მონაწილეს. მოგესალმებით, მოხარული ვარ რომ მოხდი ამ პროექტში, იმედია ღვთისწყალობით გამიმარჯვებ. მე 10 მონაწილე ვარ და იმედია არ კითხვა არ მოხდება მათემატიკიდან. ვფიქრობ, თამაშის წესები ყველამ კარგად იცით, დღეს არაჩვეულებრივად კარგი საპატიო სტუმრები გვყავს. იმ კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობასა და ესე იგი ჩვენი ქვეყნის მომავალს ეზრუნავენ, ამიტომ მე დროს მაქსიმალურად დავზოგავ და პირდაპირ თამაშზე გადავალ. ყურადღება, ეტალონი იწყება. პირველი ტური. და სანამ პირველი ტურის პირველ შეკითხვას დავსვამდე, მინდა შეგახსენოთ, რომ ეტალონს საქართველოსა და მის მომავალზე, მოსწავლე ახალგაზრდობასა და სტუდენტობაზე განსაკუთრებით შეყვარებული კომპანიები უდგანან მხარში. ასეთები კი არიან ჩვენი პარტნიორები. ბანკი რესპუბლიკა, ახალგაზრდობის წარმატების გარანტი და სამშენებლო კომპანია მოდული, რომელიც აშენებს ჩვენთვის, ხალხისთვის და თქვენთვის მომავალი თაობების. ახლა კი სრული სიჩუმე და ყურადღება. პირველი ტურის პირველი შეკითხვა ეკრანზე. აკაკის მამას როსტომ წერეთელს ერთი გლეხი ყოველთვის ბოლოს ხარკის სახით ნახევარ კვერცხს უხდიდა. რატომ არ ათავისუფლებდა ამოვალეობისგან ბატონი გლეხს? ეს ცნობილი ფაქტია საკმაოდ. ა. უბრალო პრინციპის გამო. ბ. ტრადიციის გამო.
C სიხარბის გამო და D ამპარტავნობის გამო. მაშა ასე ყურადღებით მოსაფიქრებლად სულ 15 წამი წამზომი, აი ახლა ჩაიგდო. დრო ამოიწურა და ახლა მთელი ქუთაისის ყურადღება შენკენ ამოპრობილი იობაძე თინათინი მე-9 საჯარო სკოლა. რატომ არათავისუფლებდა ბატონი გლეხს? დარწმუნებული არ ვიყავი, ამიტომ თავი შევიკავე. ისე რომელს ფიქრობდი? ისე ვფიქრობდი ამპარტავნების გამო. კეთყვი რომ გლეხს იმდენად მქონდა მობეზრებული ეს ყოველთვიური აქცია, ასე ვთქვათ, რომ ბატონს ეხვეწებოდა, ოღონდ გამანთავისუფლებდა ერთი კვერცხის ნაცვლად მთელ ხბოს მოვიყვან ანძროხას მოვიყვანო, მაგრამ არანაირად არ თანხმდებოდა როსტომ წერეთელი ამას. მე ტრადიციებს ხომ ვერ დავარღვევო. მაშასე ყურადღებით, სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია B ტრადიციის გამო. მეორე შეკითხვა ეკრანზე. დიდი სიმაღლიდან დედამიწაზე ვარდნილი სხეულის სიჩქარე A მხოლოდ მცირდება, B მხოლოდ მუდმივია, C ჯერ იზრდება, შემდეგ მუდმივია და D სულ იზრდება. მოსაფიქრებლად სულ 15 წამი ყურადღება, წამზომი ჩაიგდო. დრო ამოიწურა და კახოიძე მაგდა ახმეტა ქვემოავნის საჯარო სკოლა. სანამ გეტყობე რომელია სწორი პასუხი, მე მინდა დიდი მოკითხვა გადავცე ახმეტელებს. რამე თუ ახმეტაში პირველივე ეტალონელები იყვნენ ახმეტიდან და ძალიან პოპულარულია ეს პროექტი ახმეტაში. ახლა კი გეკითხები რომელია სწორი პასუხი? არ ვიცოდი სწორი პასუხი და თავი შევიკავე. თავი შეიკავე, ისე რომელს ფიქრობდი? სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია C ჯერ იზრდება, შემდეგ მუდმივია. მესამე შეკითხვა ეკრანზე. მე შეგპირდით რომ ამ გადაცემებიდან უმაღლეს სასწავლებელში შესვლელი აბიტურიენტებისთვის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა დაეთმობა ჩვენ გადაცემებში. ასეთ კითხვებს. რა რიცხვი უნდა გამოვაკლოთ -3-ს? რომ მივიღოთ საკლების მოპირდაპირე რიცხვი. -3-ს რა რიცხვი უნდა გამოვაკლოთ, რომ მივიღოთ საკლების მოპირდაპირე რიცხვი? A 3, B -3, C -6 და D 6. მოსაფიქრებლად სულ 15 წამი წამზომი ჩაიგდო. რო ამოიწურა და კაკოიშვილი დავითი თერჯოლა მეორე საჯარო სკოლა, რომელია სწორი პასუხი? ჩემი აზრით ეს არის -6, C. -6 შენ დარწმუნებული ხარ? არა. შენ იცი თუ შენი პასუხი მოეწონათ და სწორი იქნა ეს პასუხი, რომ დაგიმესიჯებენ და ეგახტები თვის სიმპათია. თვის სიმპათია კი მომავალი თვის ბოლო გადაცემაში უკონკურსოთ, ყოველგვარი წინასწარი პირობის გარეშე მიიღებს მონაწილეობას, მას საჩუქრად მობილურს მთელი სასწავლო წლის განმავლობაში გადასცემს. ანუ თვის სიმპათიებს საჩუქრად გადასცემს ჟურნალი თბილისელები, ჟურნალ თბილისელების დამფუძნებელი, ჟურნალი, რომელიც პოპულარულ ადამიანებსა და ავტორებს თავად ქმნის. ახლა კი ძალიან საინტერესოა, ბევრი ადამიანი დაგიმესიჯებს თუ არა. ყურადღებით, სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია C -6. მეოთხე შეკითხვა ეკრანზე. საქართველოს რომელ რეგიონში მდებარეობს უშკული? A ცხეთამთიანეთში, B რაჭალეჩხუმში, C სამეგრელო ზემო სვანეთში და D იმერეთში. საკმაოდ მარტივი შეკითხვა, მოსაფიქრებლად სულ 15 წამი წამზომი ჩაიგდო. დრო ამოიწურა და
ქრივიშვილი სანდრო კასპი პირველი საჯარო სკოლა რომელია სწორი პასუხი? ეს არის C სამეგრელო ზემო სვანეთი. მასე მოჩანს კასპიდან. კი. დარწმუნებული ხარ? კი. დამრიგებელი რას გასწავლის? რუსულს. რუსულს, ესე იგი თუ არ არის ახლა სწორი პასუხი, დამრიგებელი მაინც და მაინც ვერ შემოგედავება. ვერა. მაგრამ დარწმუნებული ხარ რომ სწორია? კი. მაშინ ასე ყურადღებით, სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია C სამეგრელო ზემო სვანეთში. მეხუთე შეკითხვა ეკრანზე. უნარჩვევებზე აგებული შეკითხვა. ასოების რომელი მიმდევრობა არ აღნიშნავს ცნობილი ქართველი პოეტის გვარს? A. ათასიანი, B. ბატიძე, C. ლეშინი, D. ათარბლიშვილი. მოსაფიქრებლად სულ 15 წამი თქვენ ასოების სწორად უნდა დააწყოთ. მაშინ ასე ყურადღებით წამზომი ჩაერთო. დრო ამოიწურა და კიდევ ერთი ახმეტელი. ფიცხელაური ნათია აწყურის საჯარო სკოლა. კიდევ ერთხელ დიდი მოკითხვა ახმეტელებს. ახლა გითხარი რომელია სწორი პასუხი? ვერ მოვასწარი. ისე რომელს ფიქრობდი? ლეშირი. სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია C. ლეშირი. საქართველოში არსებობენ კომპანიები, რომლებიც მოსავლე ახალგაზრდობაში სერიოზულ კაპიტალს საკუთარი ინიციატივით, ხაზს უსვამ, საკუთარი ინიციატივით სიამოვნებით აბანდებენ. მაშასე ეროვნულ საქმეში ეტალონს ხარში უდგას სადაზღვეო პროგრამა ჩემები სკოლა დაეზღვიე სანამ სკოლაში ხარ. ეროვნულ საქმეში ეტალონს მხარში უდგას კომპანია საქართველოს ტელეკომი, ხაზს უსვამ, საქართველოს ტელეკომი. 8 სატელეფონო კავშირი, რომელიც ყველა სჭირდება, ახლა კი მონაწილეთა რეიტინგი ეკრანზე. ქრივიშვილი სანდრო 17 ხულა, უკია ლიკა 17 ხულა, კაკოიშვილი დავითი 16 ხულა, კახოიძე მაგდა 16 ხულა, იობიძე თინათინი 14 ხულა, სისოშვილი გვანცა 14 ხულა, ფიცხელაური ნათია 11 ხულა, ტუნაძე გიორგი 11 ხულა, კურტანიძე დიმიტრი 11 ხულა, სიჭინავა შალვა 7 ხულა. მეექვსე შეკითხვა ეკრანზე. როგორი ყვავილედი აქვს კომბოსტოს? A. ტევარი, B. რთული ქოლგა, C. კალათა, D. მარტივი თავთავი. ახლა რა სიხარულით გიყურებენ ბიოლოგიის მასწავლებლები? მაშინ ასე ყურადღება, წამზომი ჩაერთო. მაშინ ასე დრო ამოიწურა და სისოშვილი გვანცა ველისიხე პირველი საჯარო სკოლა, რომელია სწორი პასუხი? C. კალათა. მაშინ ასე ყურადღებით, სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია A. ტევანი. მეშვიდე შეკითხვა ეკრანზე. ჩამოთვლილთაგან რომელი ელემენტის ატომებისგან შედგება ალმასი? A. წყალბადის, B. ნახშირბადის, C. ჟანგბადის და D. აზოტის. მოსაფიქრებლად სულ 15 წამი, თქვენ ახლა განსაკუთრებული ყურადღებით ქიმიის მასწავლებლები გიყურებთ. წამზომი ჩაერთო. ამოიწურა და სიჭინავა შალვა ჩხოროწყუ ლესიჭინეს საჯარო სკოლა. რომელია სწორი პასუხი? დავაფიქსირე B, თუმცა დარწმუნებული არ ვარ. სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია B. ნახშირბადის. მერვე შეკითხვა ეკრანზე. სიტყვა ფიასკო სრული წარუმატებლობისა და მარცხის მნიშვნელობით გამოიყენება. არადა იტალიურიდან თარგმანში ნიშნავს A. ჭიკაც, B. ღვინის ბოთლს, C. ირონიულ ღიმილს და D. გამარჯვებას. ძველი სიტყვაა იტალიური, იფიქრეთ
მხოლოდ 15 წამის განმავლობაში ფიასკოზე წამზომი ჩაირთო. დრო ამოიწურა და კურტანიძე დიმიტრი ხაშური პირველი საჯარო სკოლა. ნამდვილად არ ვიცოდი ამ შეკითხვაზე პასუხი, ამიტომ თავი შევიკავე. ეს აღნიშნავდა ღვინის ბოთლს. ის დაახლოებით ამ ხელა არ იყო, ცოტათი უფრო დიდი იყო, 2.3 ლიტრის მოცულობის იყო. და ამით გადაქონდათ ხოლმე ღვინო, მაგრამ როცა გავარდებოდათ ხელიდან ან დაემტრეოდათ ან რაიმე სხვა დაემართებოდა, ამბობდნენ ფიასკო განიცადაო. მაშასე ყურადღებით, სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია B, ღვინის ბოთლს. რეიტინგს ამ თამაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მონაწილეთა რეიტინგი ეკრანზე. ქრივიშვილი სანდრო 26 ქულა, იობიძე თინათინი 23 ქულა, კაკოიშვილი დავითი 22 ქულა, ტუნაძე გიორგი 20 ქულა, კახოიძე მაგდა 20 ქულა, უკიალიკა 19 ქულა, სისოშვილი გვანცა 18 ქულა, კურტანიძე დიმიტრი 17 ქულა, სიჭინავა შალვა 14 ქულა, ფიცხელაური ნათია 11 ქულა. მეცხრე შეკითხვა ეკრანზე. სუბუქი მანქანის სიჩქარე 25%-ით აღემატება ავტობუსის სიჩქარეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სუბუქი მანქანის სიჩქარე 25%-ით აღემატება ავტობუსის სიჩქარეს. რამდენი პროცენტით არის ნაკლები ავტობუსის სიჩქარე სუბუქი მანქანის სიჩქარეზე? A 25%, B 20%, C 50% და D 10.37%. მოსაფიქრებლად სულ 15 წამი, წამზომი ჩაირთო. მოიწურა და მე გურიას მივესალმები ტუნაძე გიორგი ჩოხატაური ჩხაკოურა საჯარო სკოლა. რომელია სწორი პასუხი? მე მოსწარი გამოთლა და თავი შევიკავე, ისე ვფიქრობდი C-ს. სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია B 20%. მეათე შეკითხვა ეკრანზე. თავქარიან მოსულელო ადამიანს ძველად უწოდებენ. A ჩოკოლადს, B აფრაკს, C მებაირახტრეს და D თამადას. მოსაფიქრებლად სულ 15 წამი გამზომი ჩაირთო. მოიწურა და ხობი ბუკიალიკა პირველი მაისის საჯარო სკოლა გისმენთ. თავი შევიკავე, პასუხი არ ვიცოდი და ზუსტად. სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია B აფრაკს. რეიტინგს ამ თამაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მონაწილეთა რეიტინგი ეკრანზე. ქრივიშვილი სანდრო 30 ქულა, იობაძე თინათინი 27 ქულა, კაკოიშვილი დავითი 26 ქულა, სისოშვილი გვანცა 25 ქულა, ტუნაძე გიორგი 24 ქულა, კახოიძე მაგდა 24 ქულა, უკიალიკა 23 ქულა, კურტანიძე დიმიტრი 19 ქულა, სიჭინავა შალვა 16 ქულა, ფიცხელაური ნათია 11 ქულა. როგორც ხედავთ, მეორე ტურში გამსვლელი 6-ვე კონკურსანტის ვინაობა გაირკვა. რაც შეეხება ბუკიალიკას, კურტანიძე დიმიტრის, სიჭინავა შალვასა და ფიცხელაურ ნათიას. თქვენ გადმოგეცემათ, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი საჩუქარი. ახალი აღთქმა და ფსალმუნები, რომელიც ბუმბერაზმა ადამიანმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილიამ მეორემ თითოეულ თქვენგანს პირადად გამოუგზავნა. რაც შეეხება ეტალონში მონაწილეობის მსურველებს, შეგახსენებთ, რომ წელს ეტალონში მონაწილეობა განსაკუთრებით მოტივირებულია, რადგან
2006-2007 სასწავლო წელი ეტალონში ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მეგობრობის წლად არის გამოცხადებული. რაელის გადამწყვეტი თამაშის გამარჯვებულს ეს არავინ არ იცის და ალბათ ამას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გადაწყვეტს და გარდა ამისა გაორმაგდა გამარჯვებული ეტალონელისა და მისი კლასის დამრიგებლის სტიპენდია და ეს გააკეთა თბილისის მერმა ბატონმა გიგი უგულავამ. ახლა კი სარეკლამო პაუზა, შორს არ წახვიდეთ ჩვენ ეთერში, მალე დავბრუნდებით. ეროვნულ საქმეში ეტალონს მხარში უდგას სადაზღვევო ეთერში შემოგვიერთით, გამოტოვეთ, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო ეტალონის პირველი ტური, მაგრამ არაუშავს. წინ არანაკლებ საინტერესო ნახევარფინალი და ფინალი გელით. ნახევარფინალში ერთმანეთს შეეჯიბრებიან. ქრივიშვილი სანდრო, კასპი, იობიძე თინათინი, ქუთაისი, კაკოიშვილი დავითი, თერჯოლა, სისოშვილი გვანცა, ველიციხე, ტუნაძე გიორგი, ჩოხატაური, კახოიძე მაგდა, ახმეტა. გამარჯვებულ მოსავლეს გადაცემის ბოლოს სუპერ თამაშის სტიპენდიის გაორმაგების რეალური შანსი ეძლევა. გამარჯვებულს დაეთმობა ნახევარი წუთის საეთერო დროც და ამ სტუდიაში მისი პირველი საჯარო გამოსვლა შედგება. დღევანდელი გადაცემის გამარჯვებულს ეტალონის მანტიას ჩვენი გადაცემის საპატიო სტუმრები მოასხამენ. საპატიო სტუმრები, რომლებიც ამ მისიას ნამდვილად იმსახურებენ. თუ ვინ არიან ჩვენი გადაცემის საპატიო სტუმრები, ამას სულ მოკლე ხანში შეიტყოთ. მანამდე კი ყურადღებით. მეორე ტური იწყება. და სანამ მეორე ტურის პირველ შეკითხვას დავსვამდე, აქვე სიამოვნებით აღნიშნავ, რომ ყველაზე ეროვნულ მედია პროექტს მხარში საქართველოსა და მის მომავალზე, მოსავლე ახალგაზრდობასა და სტუდენტობაზე განსაკუთრებით შეყვარებული კომპანიები უდგანან. ასეთები კი არიან ჩვენი პარტნიორები, ბანკი რესპუბლიკა, ახალგაზრდობის წარმატების გარანტი და სამშენებლო კომპანია მოდული, რომელიც აშენებს ჩვენთვის ხალხისთვის და თქვენთვის მომავალი თაობებისთვის. ახლა კი სიჩუმე მეორე ტურის პირველი შეკითხვა ეკრანზე. რომელია ყველაზე მაღალი მწვერვალი დასავლეთ კავკასიონზე? A. შხარა, B. ტებულო, C. გომბაი ულგენი და D. აგებსთა. მოსაფიქრებლად სულ 15 წამი წამზომი ჩაიგდო. ამოიწურა და ქრივიშვილი სანდრო, კასპი პირველი საჯარო სკოლა, მე-11 კლასი, რომელია სწორი პასუხი? ხარა. შენ ახლა დარწმუნებული ხარ? ნამდვილად არ. ნამდვილად არა ხარ, მაგრამ გარისკენ. გავრისკენ. და იობიძე თინათინი, ქუთაისი მე-9 საჯარო სკოლა. დარწმუნებული არ ვიყავი და ამიტომ თავი შევიკავი, მაგრამ ისე მთა აგებსას ფიქრობდი. ასე ფიქრობდი. ამ კითხვაზე სწორი პასუხი თქვენ აღარასოდეს დაგავიწყდებათ, რადგან საუბარია დასავლეთ კავკასიონზე. ეხლა გეოგრაფიის მასწავლებლები სიამოვნებით გიყურებენ. ხო გეუბნებოდით რომ ისწავლეთო. მას ჩასე ყურადღებით, სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია C. გომბაი ულგენი. მეორე შეკითხვა ეკრანზე. ჩამოთვლილი სიტყვებიდან იპოვეთ ისეთი, რომელსაც იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც სიტყვა ტაბლას. A. მაგიდა, B. სკამი, C. ტაბაკი, D. ტანდაბალი. მას ასე რას ნიშნავს ტაბლა? მოსაფიქრებლად სულ 15 წამი წამზომი ჩაირთო. ამოიწურა და კაკოიშვილი დავითი, თერჯოლა, მეორე საჯარო სკოლა. ეს არის A. მაგიდა. თქვენ ტაბლა გააქვთ სახში? კი. და რაც შეეხება სისოშვილ გვანცას, ველიციხე, პირველი საჯარო სკოლა. A. მაგიდა. დარწმუნებული ხარ? კი. ესე იგი თქვენს გაქვთ ტაბლა. მას ასე ყურადღებით, სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია A. მაგიდა. მესამე შეკითხვა ეკრანზე. ობობისნაირთა კლასის რომელი წარმომადგენლის შხამია ადამიანისთვის სასიკვდილო? ობობისნაირთა კლასის წარმომადგენელზეა საუბარი. A. ტარანტულის, B. კარაკურტის, C. ჯვრიანი ობობას და D. მეგრული მორიელის. მოსაფიქრებლად სულ 15 წამი წამზომი ჩაირთო.
დრო ამოიწურა და ტუნაძე გიორგი ჩოხატაური ჩხაკოურას საჯარო სკოლა. მთელი ჩხაკოურა გიყურებს ახლა შენ. მე დავაფიქსირეთ ჯვრიანიობობას, მაგრამ დარწმუნებული არა ვარ. ჯვრიანიობობა დააფიქსირე, მაგრამ დარწმუნებული არ ახარ. და კახოიძე მაგდა, ახმეტა, ქვემო ალვანის საჯარო სკოლა, რომელია სწორი პასუხი? მე ჯვრიანიობობა დავაფიქსირე, არ ვარ დარწმუნებული. მაგრამ არ ახარ დარწმუნებული. მაშასე ყურადღებით, სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია B, კარაკურთი. საქართველოში არსებობენ კომპანიები, რომლებიც მოსავლე ახალგაზრდობაში სერიოზულ კაპიტალს საკუთარი ინიციატივით, ხას უსვამს საკუთარი ინიციატივით სიამოვნებით აბანდებენ. მაშასე ეროვნულ საქმეში ეტალონს მხარში უდგას სადაზღვევო პროგრამა ჩემები სკოლა, დაეზღვიე სანამ სკოლაში ხარ. ეროვნულ საქმეში ეტალონს მხარში უდგას კომპანია საქართველოს ტელეკომი. ხას უსვამს საქართველოს ტელეკომი და არა რომელიმე სხვა კომპანია. 8 სატელეფონო კავშირი, რომელიც ყველა სჭირდება. ახლა კი მონაწილეთა რეიტინგი ეკრანზე. ხვრივიშვილი სანდრო 37 ქულა, კაკოიშვილი დავითი 35 ქულა, სისოშვილი გვანცა 22 ქულა, კახოიძე მაგდა 31 ქულა, ტუნაძე გიორგი 29 ქულა, იობიძე თინათინი 29 ქულა. ყველა მონაწილისთვის, მათ შორის ვინც პირველ ტურში მონაწილეობდა, ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრებს თითოეულისთვის საჩუქარი აქვს. თუმცა გამარჯვებულისთვის მაინც განსაკუთრებული. ახლა კი ნახევარ ფინალის მეოთხე შეკითხვა ეკრანზე. ჩამოთვლილთაგან რომელია პირში ფუძე მონაცვლე ზმნა? A. ხარ, B. თხო, C. ირდება და D. შევფიქრეთ. საფიქრებლად სულ 15 წამი, იფიქრეთ ქართული ენაზე. წამზომი ჩაერთო. დრო ამოიწურა და აქვე გეტყვით რომ საუბარი იყო პირში მონაცვლე ზმნებზე. მაშასე როგორ ხართ, გნებავთ, როგორ ბრძანდებით, ხალხო. სწორი პასუხს უკვე მიხვდით, მაშასე ყურადღებით, სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია A, ხარ. მეხუთე შეკითხვა ეკრანზე. რა ერქვა რუსეთის დედაქალაქს 1914 წელს? A. კიევი, B. მოსკოვი, C. ლენინგრადი და D. პეტროგრადი. მოსაფიქრებლად სულ 15 წამი, თუმცა მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ მარტივი შეკითხვა, წამზომი ჩაერთო. დრო ამოიწურა და მე დროს აღარ დავკარგავ, პირდაპირ ვეთყვი. სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია D. პეტროგრადი. რეიტინგს ამ თამაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მონაწილეთა რეიტინგი ეკრანზე. ხვრივიშვილი სანდრო 44 ქულა, კაკოიშვილი დავითი 42 ქულა, სისოშვილი გვანცა 39 ქულა, კახოიძე მაგდა 38 ქულა, იობიძე თინათინი 31 ქულა, ტუნაძე გიორგი 29 ქულა. როგორც ხედავთ, ფინალში გამსვლელი სამივე კონკურსანტის ვინაობა გაირკვა, რაც შეეხება კახოიძე მაგდას, იობიძე თინათისა და ტუნაძე გიორგის. მე იმედი მაქვს ამ სტუდიაში ისევ შევხვდებით. ახლა კი სარეკლამო პაუზა, ჩვენ ეთერში მალე დავბრუნდებით, შორს არ წახვიდეთ. ეროვნულ საქმეში ეტალონს მხარში უდგას სადაზღვევო პროგრამა ჩემები სკოლა, ფრიადი. გადაცემის ყველაზე დაძაბული ტური იწყება, ეტალონის ფინალურ ტურში ერთმანეთს შეეჯიბრებიან. ხვრივიშვილი სანდრო, კასპი, კაკოიშვილი დავითი, თერჯოლა, სისოშვილი გვანცა, ველის ციხე. და სანამ მესამე ტურის პირველ შეკითხვას დავსვამდე, აქვე გეტყვით, რომ ეტალონს მხარში საქართველოსა და მის მომავალზე, მოსავლე ახალგაზრდობასა და სტუდენტობაზე განსაკუთრებით შეყვარებული კომპანიები უდგანან. ასეთები კი არიან ჩვენი პარტნიორები, ბანკი რესპუბლიკა, ახალგაზრდობის წარმატების გარანტი და სამშენებლო კომპანია მოდული, რომელიც აშენებს ჩვენთვის ხალხისთვის და თქვენთვის მომავალი თაობებით.
ახლა კი სიჩუმე, მოიკრიბეთ გონება და ფინალური ტურის პირველი შეკითხვა ეკრანზე. ჩამოთვლილთაგან რომელი არ იყო ჩრდილოეთ კავკასიური ტომი? A. დურძუკები, B. დიდოელები, C. შკვითინები და D. ლეკები. მოსაფიქრებლად სულ 15 წამი წამზომით. მაშასე ყურადღებით, სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია C. შკვითინები. მეორე შეკითხვა ეკრანზე. 6.999 და ასე შემდეგ გნებავთ თქვა 9 პერიოდში. კილოგრამი, 5 კილოგრამი, 7.77 კილოგრამი და D 8 კილოგრამი მასის სხეულებიდან მეტი ინერტულობა ახასიათებს სხეულს, რომლის მასა ინერტულობა A 5 კილოგრამი, B 6.9 პერიოდში კილოგრამი, C 7.77 კილოგრამი და D 8 კილოგრამი. იმ შეკვეცეთ სილაბები, რაც გაგიხარდებათ, მაგრამ პასუხი 15 წამში უნდა მივიღოთ. მაშასე ყურადღება, წამზომი ჩაირთო. სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია D 8 კილოგრამი. ფინალური ტურის მესამე შეკითხვა ეკრანზე მეთქი, სანამ გეტყოდეთ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეტალონში 2006-2007 სასწავლო წელი ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მეგობრობის წლად არის გამოცხადებული. ამიტომ ფინალური ტურის მესამე შეკითხვა ყოველთვის დასმული იქნება საქართველოსა და ამერიკის მეგობრობის ისტორიიდან, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიიდან ან კულტურიდან. აქვე შეგახსენებთ, რომ თვეში ერთხელ ჩვენ გადაცემაში აუცილებლად დაბრუნდება ისევ არტურ ევანსი და სულ მოკლე ხანში სტუმრად გვეწევა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი. მაშასე ყურადღებით, ფინალური ტურის მესამე შეკითხვა ეკრანზე. რის გამო გადაიდო 1985 წლის 20 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატის პრეზიდენტის რონალდ რეიგანის ინაგურაცია ერთი დღით? A. ოლიმპიადის გახსნის გამო, B. ამერიკული ფეხბურთის ფინალის გამო, C. პირველი ქალის კოსმოსში გაფრენის გამო და D. ჯონ ლენონის მკვლელობის გამო. მოსაფიქრებლად სულ 15 წამი ყურადღება, წამზომი ჩაირთო. დრო ამოიწურა. სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია B. ამერიკული ფეხბურთის ფინალის გამო. ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიიდან. საქართველოში არსებობენ კომპანიები, რომლებიც მოსავლე ახალგაზრდობაში სერიოზულ კაპიტალს საკუთარი ინიციატივით, ხას უსვამს საკუთარი ინიციატივით, სიამოვნებით აბანდებენ. მაშასე ეროვნულ საქმეში ეტალონს ხარში უდგას. სადაზღვეო პროგრამა ჩემები სკოლა დაეზღვიე სანამ სკოლაში. მაშასე ეროვნულ საქმეში ეტალონს მხარში უდგას კომპანია საქართველოს ტელეკომი. 8 სატელეფონო კავშირი, რომელიც ყველას, აბსოლუტურად ყველას სჭირდება. ახლა კი მონაწილეთა რეიტინგი ეკრანზე. პრივიშვილი სანდრო 9 ქულა, კაკოიშვილი დავითი 9 ქულა, სისოშვილი გვანცა 4 ქულა. მეოთხე შეკითხვა ეკრანზე. ნებისმიერი 6 მომდევნო დადებითი მთელი რიცხვის ნამრავლის ბოლო ციფრი არის 6 მომდევნო დადებითი მთელი რიცხვის ნამრავლის ბოლო ციფრი არის A 0, B 6, C 8, D 10. მოსაფიქრებლად სულ 15 წამი წამზომი ჩაირთო.
დრო ამოიწურა. ყურადღებით, სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია A0. მეხუთე შეკითხვა ეკრანზე. ქართული ხალხური გამონათქვამების მიხედვით რა შეიძლება მოკლა, მოჭამო და გაატარო კიდეც? A. თავი, B. დრო, C. ხაზი, D. ენა. მოსაფიქრებლად სულ 15 წამი წამზობ. ჩაი. და ყურადღებით, სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია B. დრო. რეიტინგს ამ თამაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მონაწილეთა რეიტინგი ეკრანზე. სისოშვილი გვანცა 11 ხულა, კაკოიშვილი დავითი 11 ხულა, ფრივიშვილი სანდრო 19 ხულა. მაშასე მიულოცეთ გამარჯვება ფრივიშვილი სანდრო, კასპი პირველი საჯარო სკოლა. რაც შეეხება კაკოიშვილ დავითსაც და სისოშვილ გვანცას, მე იმედი მაქვს, რომ ამ სტუდიაში ისევ შევხვდებით რამე თუ თქვენ ამის პოტენციალი გაგაჩნიათ. ეტალონის გამარჯვებულს, დღევანდელი გადაცემის გამარჯვებულს, ეტალონის მანტიას კი მოასხამს ჩვენი გადაცემის საპატიო სტუმარი, ჩვენი გადაცემის, ჩვენი პროექტის პარტნიორი კომპანია, რომელიც ქების ღირსია. საქართველოს ტელეკომის გენერალური დირექტორი ბატონი ოთარ ზუმბურიძე. ხალხ მიეგებეთ. და ბატონე ოთართან ერთად არის ჩვენი გადაცემის მეგობარი ბატონი მიშა ზიბზიბაძე. გთხოვთ ბატონო მიშა. გამარჯვებას, მადლობთ. შეგავი გამარჯვებული. როდესაც სამბო გამარჯვებას. ეს ეტალონის დროშა გამარჯვებულს მის სკოლას. ხოლო ეს სახელმწიფო ხუთჯერიანი დროშა ჩვენი საკუთრება იქნება დღეიდან. ამავე დროს თქვენ და თქვენი მასწავლებელი დაჯილდოვდება ეტალონისაგან დიპლომით, გამარჯვებულის დიპლომებით. ეტალონის პარტნიორი ბანკი რესპუბლიკა დაჯილდოვებს თქვენ აი ვიზა ბარათით, რომელზედაც თბილისის მერის ბატონი გუგულგულავას ინიციატივით თქვენ უკვე გაორმაგებული სტიპენდია გაგერიცხებათ, ისევე როგორც თქვენ მასწავლებელი. თუ კიდევ იყო ჩაღებ, თქვენ გაქვთ საშუალება გაიორმაგოთ ეს სტიპენდია 200 ლარამდე. ამავე დროს საქართველოს ტელეკომი, სატელეკომუნიკაციო კომპანია თქვენ გაჯილდოვებს ამ ძვირფასი წიგნებით, რომლებიც თქვენ მოგეხმარება იმაში, რომ თქვენი ცოდნა გაზარდოთ. და ყველა დანარჩენ მონაწილეებს საქართველოს ტელეკომი აჯილდოვებს ასევე საჩუქრებით საქართველოს ტელეკომისაგან. მე მინდა ყველა ახალგაზრდას, ყველა სკოლის მოწაფეს უსურვო, რომ ისინი წარმატებული ყოფილიყვნენ, რადგანაც მომავალი საქართველო მხოლოდ თქვენი ასაშენებელია და ცოდნა ეს ის კაპიტალია, რომელიც არ ექვემდებარება ინფლაციას, ის თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს გარეთ, თუმცა უმჯობესია ეს საქართველოს მოხმარდეს. ბატონო მიშა, ორივე სიტყვა თქვენ გითხარით. მადლობთ ბატონო გოჩა, ჩვენი კომპანიისთვის პატივია პროექტ ეტალონის პარტნიორობა. საქართველოს ტელეკომი ზოგადად ხარს უჭერს განათლებას, ერუდიციას, ცოდნას, ეს არის ჩვენი კომპანიის ფილოსოფია, ხედვა და სწორედ ამან განაპირობა ჩვენი მეგობრობა და ჩვენი პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო
გაღრმავდება ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ, მონაწილეების სასიკეთოდ, სრულად საქართველოს სასიკეთოდ. ახლა გავიგებთ. როგორ მოეწონა დღევანდელი გადაცემა ჩვენი გადაცემის ექსპერტებს? რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ მონაწილეებს, ისინი მართლა ძალიან კარგად თამაშობდნენ, მიუხედავად ცოტა დაძაბულობისა, მაინც მოახერხეს და მშვენივრად წარმოაჩინეს თავიანთი ცოდნა და შესაძლებლობები. ჩვენი გამარჯვებული სანდრო, იგი მშვენივრად თამაშობდა, პირველივე ტურიდან ლიდერობდა, ასე რომ ღირსეულად მიიღო ეს გამარჯვებაც. სანდროსთან ერთად მინდა სანდროს დამრიგებელს მიულოცო, ეს არის ჭედლიშვილი, მედეა, იმიტომ რომ ყველა მასწავლებისათვის სიამაყე ალბათ როდესაც თავის მოსწავლეს გამარჯვებულს უყურებს. მოგესალმებით, მინდა ჩემს თანატოლებს მივულოცო პროექტ ეტალონში მონაწილეობა, რადგან ეს პროექტი მართლაც დიდ ცოდნას იძლევა. მე მინდა მივულოცო სანდროს ეს გამარჯვება, რადგან იგი ნამდვილად ღირსეული გამარჯვებულია და ვეცდები ჩემი სკოლა უახლოეს მომავალში ღირსეულად წარმოვაჩინო პროექტ ეტალონში. მივულოცო, მიდიშენეთ. თანხლები პირებისთვის პირველად გვაქვს ესეთი თამაშის პირობები. მე წაგიკითხავთ ერთ ლექსს, ან ლექსის ნაწყვეტს, აი ამ წიგნიდან, შადრევნების ვედრება. ეს არის საქართველოს ქართული პოეზიის რჩეულები, რომელიც ბატონმა რეზი თვარაძემ შეადგინა. ეტალონის ბიბლიოთეკის ეგიდით გამოსული, ვინც პირველი გამოიცნობს მის ავტორს, ამ ლექსის ავტორს, მას საჩუქრად გადაეცემა აი ეს წიგნი ეტალონის ბიბლიოთეკიდან. ავად ვიყავი, წუხელ კვდებოდი. ახლა მიგონებს ალბათ ზოზია გალაქტიონში. ძალიან კარგი, მაგრამ მე მაინც ორ სტროფს ავიკითხავ ბოლომდე. ავად ვიყავი, წუხელ კვდებოდი. ახლა მიგონებს ალბათ ზოზია გალაქტიონში არის დემონი და ჩემში უფრო ანგელოზია. ყოველდღე ვიღებ ძვირფას ბარათებს. ბაღში მივდივარ, ეს დღე ცივია. გალაქტიონში მიწა ანათებს და ჩემში უფრო ზეცის სხივია. მე გილოცავთ, მოგძანდით ბატონო. ესე იგი ორმაგად დასაჩუქრებულები. ლექსი ვისია, ჩუმად კი თქვი, მაგრამ პირველმა რო თქვი და ვისია. ერენტი გრანელის. ეს ლექსი ზეპირად იცოდე? მახსოვდა ასე თუ ისე, ადრე ნასწავლი მქონდა. მაშასე ქრივიშვილი სანდრო კასპი, პირველი საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე. ახლა შემთელი კასპი, ქვემო ქართლი. მთელი საქართველო და არა მარტო საქართველო, არამედ ყველა ის ქართველი გიყურებს, რომელიც საქართველოს საზღვრებს გარეთ იმყოფება ამჟამად. მე შენ სუპერ თამაშს გთავაზობ, სუპერ თამაშის წესები ყველა მიცი, სუპერ თამაში შენ შეიძლება გაიორმაგო, დაკარგო, ან იგივე რაოდენობის სტიპენდია დაგრჩეს. სამი შეკითხვა 7 ძირითადი სასკოლო საგნიდან და მერვე ზოგადი კითხვებიდან უნდა ამოირჩიო. სულ ამისთვის 15 წამი გაქვს. მაშასე ყურადღებით. ყველაზე მნიშვნელოვანი 15 წამი შენ ცხოვრებაში ჩაერთო. დრო ამოიწურა, რა გადაწყდა? თამაშობ. მე არ მესმის დაში. რომელ საგნებს იცით? ზოგადი მათემატიკა და ისტორია. ზოგადი მათემატიკა და ისტორია, მომზადეთ კითხვები. მაშასე სუპერ თამაში, რომელსაც თამაშობს ქრივიშვილი სანდრო კასპი, პირველი საჯარო სკოლა. პირველი შეკითხვა ისტორიიდან. ჩამოთვლილთაგან, რომელიც ძველი ქალაქები მდებარეობდა აღმოსავლეთ საქართველოში. ამ ცხეთა, როდოპოლისი, უფლისციხე, ბ ფაზისი, დიოსკურია, წუნდა, c ცხეთა, წუნდა, ურუბნისი და d ურუბნისი, დიოსკურია, პიტიუნდი. მოსაფიქრებლად სულ 15 წამი, ყურადღება, წამზომი, ჩაერთო. მაშასე შენ ახლა უნდა გამოიცნო, ეს მარტივი შეკითხვა იყო და რომელია სწორი პასუხი? C-ს დავაფიქსირე მე. C და მაშასე სწორი პასუხი ეკრანზე. კოჩა, შენ მართალი ხარ, პასუხი არის C. სუპერ თამაშის მეორე შეკითხვა ეკრანზე. უფროსი ძმა სახლიდან სკოლაში 30 წუთში მიდის, ხოლო უმცროსი 40 წუთში. თავისი გასვლიდან რამდენ წუთში დაეწევა უფროსი ძმა უმცროს, თუ უმცროსი 5 წუთით ადრე გავიდა. მე მგონი შეკითხვა გასაგებია, 4 სავარაუდო პასუხია A 15 წუთში, B 20 წუთში, C
C 30 წუთში და D 25 წუთში მოსაფიქრებლად სულ 15 წამი. წამზომი ჩაირთვა. რომელია სწორი პასუხი? დავაფიქსირებ 15 წუთი. დარწმუნებული ხარ? არა ხარ, მაგრამ დავაფიქსირე. მაშინ ასე ყურადღებით. სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია 15 წუთში. და სუპერ თამაშის გადამწყვეტი მესამე შეკითხვა შენ სტიპენდიის გაორმაგებამდე აი ამდენი სულ ცოტა გიკლია. მაშინ ასე შეკითხვა ეკრანზე. ვინ ითვლება კრიმინალური მოთხრობის ანუ დეტექტივის ფუძემდებლად? A. არისტოტელე, B. ედგარ ალან პო, C. ჰიპოკრატე და D. ბაირონი. მოსაფიქრებლად სულ 15 წამი მარტივი შეკითხვა, წამზომი ჩაირთვა. წამი გავიდა, დრო ამოიწურა. რომელია სწორი პასუხი? მე დავაფიქსირე D ბაირონი. ამ კითხვაზე შენ სწორი პასუხი უნდა გცოდნოდა, მაგრამ მე იმედი მაქვს აღარასოდეს დაგავიწყდება. ყურადღებით, სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია ედგარ ალან პო. ეროვნულ საქმეში ეტალონს მხარში უდგას სადაზღვევო პროგრამა ჩემები. ჩემების სკოლა. ფრიადი ჯანმრთელობაში. ეროვნულ საქმეში ეტალონის მხარდამჭერია საქართველოს ტელეკომი 8-10. ეტალონი დღეს ამით გემშვიდობებად უპირველეს ყოვლისა გისურვებთ წარმატებებს და რაც მთავარია ცოდნის წყურვის. ერთხელ გამარჯვება ნებისმიერ შეუძლია. გამარჯვებისკენ მუდმივად სწრაფვაკი მხოლოდ გამორჩეულებს. იყავით გამორჩეული და რა თქმა უნდა გილოცავთ დღევანდელ დღესაც. ქართული ენის, დედა ენის დღეს, რომელიც 14 აპრილს აღინიშნება ხოლმე. მაშინ ასე წარმატებებს გისურვებთ. იმედიანად იყავით. მე მინდა მადლობა მოუხადო ამ გადაცემის ავტორებს. და უსურვებ ეტალონს წარმატებას. აგრეთვე ამ გამარჯვებას ულოცავ მე ჩემ სკოლელებს, ჩემ მასწავლებლებს, პირველ რიგში დედაჩემს, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ჩემ აღზრდაში. რომ სულს რომ კიდევ ყოფილიყავი სტიპენდიანტი 1 წლის შემდეგ.